side, keeping bugs at bay. For programmers with stories to tell about the code they know so well. ეპიზოდი მერვე წავით. იოცა. გილა. დუდო მე არ შემიძლია რომ ეს ეპიზოდი არ დავიწყო მილოცვით. ხვალ არის ჩვენი საყვარელი დუდოს დაბადების დღე და მე მინდა რომ ყველაფერს საუკეთესო უსვრო, წინსვლა ბედნიერება წარმატება თავის საქმეში, ცხოვრებაში და ბედნიერი წელი ყოფილიყოს 2025 და ყველამ დააკომენტარეთ, ვინც არ დააკომენტარებს, კომენტარებში მილოცვას და Discord-ზე დუდოს არ მილოცავს. ყველა დუდო ყველას იპოვის და ყველას იპოვით ცოტა და დაგასრულე. აჩო $1 ჩაურიცხავს. Thank you bro, thank you. არა, ვაში ხვალ თუ გამოვა ეს ეპიზოდი, ანუ დღეს არის. ანუ ეხლა ვიცხურებ ხო რა, ანუ ეხლა არის დუდოს დაბადების დღე და მიწერეთ Facebook-ზე გაუხარდება. კაი, ლინკზე დამგოსტეთ თუ შეიძლება. გიო ამოვდა წერან მაკმინი ვიყიდეო და ესე იგი გიო მონაცემებზე გავჩერდით. რა მონაცემები აქვს? თავის ახალი მაკმინი რო გამოვიდა, აი ეს რო გამოვიდა და რო ვაპირებდი ყიდვას, მაშინ ალბარაკეთ მომი ბოლოს რა. ანუ მაგის მერე ერთი ახალი წელი მოგილოცეთ, იმიტომ რომ I was too busy shipping, მაგრამ I noticed რომ ახალი წელი მოვიდა still. და I was shipping with my new Mac. ხოდა ეს ვიცით ეს ახალი მაკმინი გამოვიდა, საკმაოდ პატარა, ხელში არის მომეზარება, შეერთებული ინფრაცები და M4 Pro chipsია და შეგიძლია ძალიან დიდი რამით აიღო 48 გიგაბაიტი რამით ავიღე. რაღაც ყველაზე მაღალი CPU-რაც ჰქონდა და თავის GPU-ებით რამდენი 16 კორით რაღაცა. ყველაფერი გავმაქსე თავის მეხსიერებით 1 ტერაბაიტი. თამაში რამდენია ხა? არა მიწონია ეს, მაგრამ სუბუქია რა, აუ ერთი უნდა იქნება. სტანდარტული შაურმის წონა აქვს. ლეპტოპის წონა აქვს რა. ანუ ოფისში რომ external monitor-ი ჰქონდეს, ეგეთი powerful ტიპით იმენაირული რა. შეიძლება ძალიან მარტივად. ანუ თეალი ერთი კაბელი აქვს შესაერთებელი და ძალიან დარჩენილი რავი, პორტებიც ძალიან, ანუ ბევრი ტაიპის პორტი აქვს. აუდიო ჯეკიც აქვს, თუ ეს ჭირდება. და ძალიან მომწონს რა. ერთ-ერთი მინუსი რაც არის რომ უბრალოდ ლეპტოპის გარდა მქონე кайხანია და ან დენი მიდის ხოლმე ჩვენთან აი რაღაც ფლეშ რო წავა რა აი 10 წამით რო წავა დენი ჩვენთან მიდის ხოლმე და აი დენი წავიდა like it just shut down ანუ არ ფუჭდება მაგრამ სულ shut down და ხეს თორიდო რა ოშოშ კონდა Pentium 3-ის კომპიუტერი რომელიც UPS-ი იყო დაერთებული რო ჩემი მასწავლია შეერთებული თუ შევიძლია წამოგიღო ახალი UPS-ები გამოდის, ანუ is it still a thing? რატო არა? ანუ მოდერნ მაცივრებზე ან რაღაცებზე საერთოდ გინახავთ, ანუ ტელევიზია, ანუ მე რატომღაც ეჭვმაქ რა შეიძლება built-in იყოს, რავი. ანუ ეს external ცალკე. ანუ მე ის მაქვს, დამცავი მაქვს მაცივარზე. ის ხვითალად რო იმთება, ხო? შენ დამცავი არის 87-ში გამოშვებული, კი არა და მაცივარი. დაგჭირდება. მაგის პლატინის სახელური აქვს და იწავა. Windows-ი რო დიდენს არ გამოუშვებენ. მაგაზე ეგ წავიკითხე და თვითონ range-ი ან voltage-ის რაც შეუძლია აიტანოს ძალიან დიდი აქვს. ანუ ამერიკაში მუშაობს 100 ვოლტზე და ჩვენთან 240-ზე რო ავიდეს მაგაზეც, მაგრამ და რო გაითიშოს უცებ მაგაზეც არ აქვს პრობლემა, ანუ რამდენჯერმე ეგრე გამეთიშა, просто ერთხელ გამოვაძრე შემთხვევით და რაღაცა და არც ეგრე ანეკდოტურად არაფერ მოსულა და ზოგადადაც წავკითხე, მაგრამ просто იმიტომ რომ აი რაღაც არ გაგეთიშოს просто იმის გამო მაგიტო გინდა მგონი UPS და ალბათ ვიყიდ. აი რაღაცებს რავი, კამერები და რაღაცები რო უყენიათ ხოლმე, მაგათ აქვს ხოლმე თორსები UPS-ები. ეგა სახში დიდად არავის არ ჭირდება ახლა. მაგრამ და ყველაზე თავი კითხვა, ეგეთი მონსტრი კონფიგურაციით რა ღირს მაკმინი? აი ეგეთ კონფიგურაციით გირის $2,000. ანუ base მოდელი რაღაც 600, which is already good enough kinda, მაგრამ ეგ რო არ ამიტარი თუ 16-ით base. მე მგონი 24-დან იწყება ვაფშე. просто ის SSD იქნება პატარა რა. სპეციალურად კიტი შეხვდა. ესე აზურას ველაპარაკე მაკმინზე ძალიან ბევრი ზურას აქვს, 2 მაკმინი ძველი ჩვენ მეგობარს რა.
ოდის დიდები რო არის და ეს გამოვიდა, მინდოდა კაი ხანია ველოდებოდი M3-ზე, მინდოდა M3-ზე საერთოდ არ გამოვშ და ეს M4-ზე ვიყიდე და ანუ ვიღაცამ დადო ტვიტი რომ ამას შეგიძლია რომ შენით შეცვალო, ანუ იყიდო 256 SSD-იანი და just იყიდო მე დიდი SSD, просто ამაზე რაც მიდის ეგეთ და შენ ჩააყენო რა. ანუ დაზოგო საკმაოდ $6 ალბათ და მე ვიღაცამ დადო ვიდეო რომ ეგ მართლა გააკეთა. და ანუ ერთი 2 საათიანი ვიდეოა და მარტო თულები რაცაც იყენებს ანუ შენი რაც workshop-ი უნდა გქონდეს რა, ეგ ჩინეთ საათად წოდნენ, აი იმ ტიპმა გააკეთა მე მგონი ეგეთ რა. და მაგაზე არ მიყუდეთ. არა, Apple device-ებთან ეგრე შენით ხელების ფათორი კაი იდეა არასდროს არა. კაი რა იაფი. Thunderbolt-ის რაღაც პორტი აქვს, რომელიც იმდენად სწრაფია, რომ kinda მაგ პორტზე რომ დააერთო external SSD proper. ისეთი ვასაპარკოს მაგას, მაინც კაი დიდი storage იქნება რა. საინტერესო. და თქვენ როგორ ახალი წელი მაქს არასატარებდით ალბათ. აქციაზე ხო არ შევხვდით? აქციაზე არ შევხვდით. მაგრამ მოიცა კაც მე უფრო რატომ? რა გეკეთები ამ ქვეყნისთვის შენ? რო აქციაზე არ შეხვდა იმას ახალ წელს. შევწოდეთ მარშები. დამაგიეროთ. მე მაინტერესებს უფრო ჩემი ტიპური შეკითხვა რა. აბა რა გავიგეთ ტექში ახალი? რამე არ გაქვთ ნიუსები, სიახლეები, რაღაცეები. მე მინდა ერთი ის გაგიზიაროთ, ეს უნიკალური ექსპერიენსი გქონდა ცოტა ხნის წინ მე დააჩვევს რა. რაც კონკრეტული ტექნიუსი არ არის, უფრო ჩვენი მაზეგის ჭრილში გამოცდილება არის, რომ ანუ თემა არის თუ როგორ ბიზნესებისთვისაც როგორი პოპულარული ხდება, ასე ვთქვათ, მოთხოვნა, რომ დეველოპერები და რაღაც ეიჯენსიები AI თულებს იყენებდნენ რა. ერთ ამერიკელ კლიენტთან მქონდა გასაუბრება, ანუ იდეაში ეს კლიენტი პოტენციური კლიენტი დავარქვათ, მოდი. ტექ ბექგრაუნდით არის, ძალიან კარგად ჩახედული ტიპი არის, უბრალოდ რაღაც ეტაპობრივად, რაღაც ბიზნეს ლეველზე ავიდა და ეხლა ბიზნეს მენეჯერი არის, ესე დავარქვათ, რაღაც რამდენიმე სტარტაპის, რაღაც თავისი რამდენიმე ბიზნესი აქვს და ასე შემდეგ და ჩვენთან ლაპარაკი რო დაიწყო, პოტენციურად ერთ რაღაც პროექტზე პირველი რაც ვკითხა არის, რომ მოდი ახლა ჩამომითვალეთ რა AI თულებს იყენებენ თქვენი დეველოპერები და არის თუ არა მანდატორი, ანუ გაქვთ თუ არა ეგეთი პოლიცი კომპანიაში, რომ AI თულები აუცილებლად მანდატორი არის ყველა დეველოპერისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ ვთქვათ, რომ არა, ახლა მანდატორი არ არის, მაგრამ უმეტესობა ვიყენებთ კურსორს, სხვა თულებს დიდად ახლა რაღაცა ყოველდღიურად არ ვიყენებთ, იმიტომ რომ რაღაც კურსორი ყოფნის და ამაზე საკმაოდ იმას გვიქნა რა, რა ქვია. ასე ვთქვათ, ნეგატიური ფიდბექი დაგვიბრუნა, რომ არა, ანუ მე თუ იმასთან მუშაობას დავიწყებო, რაც პოლისის დონეზე, ანუ legal requirement-ი უნდა იყოს, რომ აუცილებლად ყველა ტიპი იყენებდეს, რაც შეიძლება ბევრ AI თულსო რა. და ძალიან გამიკვირდა რა, ანუ არა და საერთოდ ქართული კონტექსტი საერთოდ მოშორებულია, ხო? ანუ კაცი შვილს არ აინტერესებს იდეაში. რას იყენებ, როგორ იყენებ და ასე შემდეგ. და ხო მინდოდა ეს გამიზიარებინა და იქნებ რაღაც განვავრცოთ ეს თემა, იმიტომ რომ ძალიან უნიკალური იყო, აი ძალიან, რომ ბიზნეს ტიპი რომ ამას მეუბნეოდა. ან შუა როყვებოდი შუაში მეგონა რომ აი ფიქრობდი საითკენ წავა, ანუ უნდა ვერ გამოვიცანე ენდი. მე მეგონა რომ ვიტყოდი რომ რაღაც compliance-ის გამო არ უნდა რომ გამოვიყენებინათ არაფერი. ეს სამსახურში გავიარე რაღაც ტრენინგი ბჭყალებში, სადაც ანუ რაღაც ყველაზე რაღაც cyber security რაღაც ისინი აქვთ ხოლმე რა. და ერთ-ერთი იყო დაამატეს AI-სთან მოქცევის წესები. ონა ერთ ეგ ტრენინგს გადის ტიპი ვინც რაღაც იმაში მუშაობს HR-ში და ტექნიკური ტიპი რომელიც რაღაც პროდუქტში აიმპლემენტებს actual AI stuff. და ანუ basically ეს ხუთი კითხვა იყო ბოლოს კვიზი და ყველას point იყო რომ 3 question-ები იყო. that's why რო კითხავ შენ თანაშრომელს რომ შეიძლება თუ არა ეს data ჩავწერო ChatGPT-ში და თუ გითხრა კიო შეიძლება რომ ჩაწერო იმპლიციტური რო იგულისხმება კითხვა არასდროს ჩაწერო არაფერი მე გულწრფელი იყო მაგ ხუთი კითხვიდან სამი არასწორად შევავსე და თავიდან მომიწია იმ 15-წუთიანი ვიდეოს ჩართვა კი იმიტომ რომ ის ტიპი რო გიო იყოს გიომ რო უთხრას ჩაწერეო უნდა ენდოს და ტორდა ენდოს ო რა მე ჩავწერე
ანუ პატარა ის მეც მაქვს, ანუ აქამდე სადაც მუშაობდი კომპანიაში, ცოტა დიდ ძალიან ისე დაეგეთებში რა, წელიწადში ერთხელ რომ ეგეთ bullshit ტრეინინგებს გავდიოდი. ანუ იქ იდეაში ესე იყო, რომ ანუ იდეაში არ შეიძლება გამოყენება რა, დაჟე ChatGPT არ იყო დაბლოკილი ბრაუზერში, ხო, Google-ის აკაუნტით რომ შედიხარ და კლოდი დაბლოკილი იყო რა. და არ შეიძლება ეს გამოყენება, which is bullshit. და მე კაროჩი კომპანიამ თვითონ კლიენტის კომპანიამ სადაც მუშაობდი, იმათმა მოხდეს, ეტყობა GitHub-ის Copilot-ს აქვს, enterprise რაღაცა service-ი, სადაც რაღაცა შენ managed იმას solutions იღებ ამ Copilot-ის, რომ data არ გადის რა, იქიდან, შენი კომპანიიდან და ვითომ ეს Copilot-ის დაყენება მოგთხოვეს. ჯერ ანუ რაღაცას რომ დაყენება ჭირდება, it already sucks რა. და ანუ 2 წელი გავიდა და Copilot-ის გარეშე ვწერდი. GPT-ით რა ясნი. მაგრამ ხო ანუ ძალიან ისეთი code base-ი თუ არ არის რაღაცა ძალიან კატასტროფული, მე ვერ ხედავ წინააღმდეგობას რატო უნდა იყენებდე იმენა ძალიან აგრესიული AI-ს რა. რა არის FBI open up. ხო, მაგას ვერ ხედავ მე მაგის პრობლემას უბრალოდ. და რა არის ეგეთი кейსი რომ რა კაი თული გააძრო გახსოვს, ანუ რაღაც ესეთი თული არის, ანუ ხო ამ ტიპს ჩაჭერილი ქონდა AI თულებზე, რომელიც UI-ის წერაში გეხმარება რა. აი V0 რო არის მაგალითად და მაგის ძალიან მაგარი ალტერნატივა ყოფილა, თუმცა lovable ქვია რა. და ჩვენ არ ვიცოდით და ხო რაღაცები დაუკვირდით და აღშკარად ძალიან ინტენსიურად გამოყენებოდი API არის, რა. მაგრამ განახათ რამე რომ აი ამაში გამოვიყენე და it works. ხო რა, ეგეთი არაფერი არ გვანახა, იმიტომ რომ რაღაც college არ იყო თვითონ მაგას ვთქვათ იდეის, მაგრამ ის იყო რა, ანუ statement-ის დონეზე ძალიან ინტენსიურად და რაღაც კაფიო დავუყდა, რომ თავისი არგუმენტი რა იყო. proof of concept-ი გამიწყვია მეცო და რაღაც ჩემი ინჟინერების ეგრე აწყენა. ანუ არგუმენტი იყო, რომ ეს ტიპი არის, ასე ვთქვათ, სტარტაპების დომეინში ოპერირებს ეს ადამიანი და რაღაც რამდენიმე იდეა ჰქონდა, რომელიც დატესტვაც დავალიდირება უნდოდა რა. და ანუ უნდოდა რომ as much business value მოიტანოს თითოეულმა ინჟინერმა და უფრო ნაკლები, რაც შეიძლება ნაკლები იფიქროს რაღაც ტექნიკურ დეტალებზე, რაღაც იმპლემენტაციის დეტალებზე და ასე შემდეგ რა. business values მაქსიმიზაცია იყო ამ ტიპის ის. აჰა, ანუ თავარი პოინტი იყო სისწრაფე, ხო? იმიტომ გამოიყენე ყველა AI თული, რომ უფრო სწრაფად გაკეთდეს საქმე. Yeah. ხო რა რაც makes sense. ხო იდეაში რაღაც enterprise კომპანიაში 100 წელი არასდროს არ იქნება ალბათ პრიორიტეტი, იმათ თავისი ბიუროკრატიული პრობლემები აქვს რა. აი გავუშვი lovable-ში ძალიან მინიმალისტური პრომპტით და ვნახოთ რას დააგენერირებს და განახებთ. მომორჩა. და რამდენი ხანი და წერს ეს თემებს თუ არა? რა ვთქვი ლაპარაკეთ რა. თუ დაწერს კითხვა. აი ისე ცოტა უცნაური მიდგომაა ჩემი ასე mandatory თემა რომ AI თულები გამოიყენო რა, პარენ რაღაც. წამე დღეში ერთხელ რო არ დაკარგოთ ლანჩზე დრო და raise stakeholder value. აიდეაში ხა, ანუ მაგალითად კურსორს რო იყენებდე და უფრო ვიღაც რო არ იყენებდეს, იმიტომ რაღაც ეს არის საერთოდ კარგვა რა არის რაღაც და მაგას რო უთხრა რომ იცი აი მთელი თემი კურსორს ვიყენებთ და კურსორმა ძალიან დიდი შანსია რომ რაღაც მინიმუმ რაღაც 10%-ით მოგივატოს პროდუქტიულობა რა. იმიტომ რომ ეს ტაბის auto-complete-ი ძალიან კაი აქვს. არა აუცილებელი იმას იშავდეს რომ კურსორში შეხვიდე და რაღაც composer-ში ჩაწერო რომ build me next Uber და By the way, can I share? Let me share this. I need. Სასაკაიფო შეხოთშორს. ეს იყო პრომპტი რა. HTML-ი რო იყო. არა, React-ი არის ჩვეულებრივად. Tailwind-ებით რაღაცა. ძალიან კაია რა გინახე. Prompt logo მივეცი просто ჩვენ და prompt-ია create landing page for digital agency called Mazak. We do software development for startups and build MVPs. ანუ ძალიან კაი starting point-ია რა. Super basis მისმა შეგილია. მოიცა. ეხლა ჩემი აზრით ცოტა ანუ ეგეთი მარტივი შესაძლებელი არ არის რა, ძალიან basic არის პირველ რიგში, აი ძალიან. ხო, მაგრამ prompt-იც basic არის. ხდები? create landing page for ხო, ანუ ისეთი არაფერი. prompt-ი ძალიან basic-ია, ეხლა ერთწინადადებიანი prompt-ისგან good enough. მაინც კოდი მინდა განახოთ, ანუ კარგად დაწერა კოდი. edit code connect GitHub. GitHub-ი თუ GitHub-ი? GitHub არის, GitHub. აჩო
ლაივში დაადებაგებს ლაობლის პროდაქშენ ისუებს და ხეღა ნახოთ როგორ იცის საჯარო რეაქტის დებაგი. აი კოდი როგორ მოგახსნები? Mobile version გვანახია რა. ანუ ამას უბაში უკვე კაროჩე, კაია რა. ჩემი აზრით კაია. ანუ ერთ წამი ხარო უთხრა რამე დააპდეითოს. აბა ხო, კაი, მოიცა? რამე მითხარით რა დავამატოთ? Make it look good. And add contact data of me. ჩემი აზრით ან რასაც აკეთებს უმრავლესობა სტარტაპები შეუძლია უთხრა. Make it look like linear style landing page რა. დავაი მიდი. ფერები გადიდები. So we're going to do it like you're wasting your time. მოიცა, linear ანუ linear თვითონ პროდუქტი? ო. Fertile IO დაუმატე რომ მიხსოვე უბრალოდ ფიუ landing page გაიგეთებს ეხა. By linear I mean project management tool linear.io. You're not sure მე ერთორი მას მოვყვები ჩემ აზრსამაზე რომ მიდი. ანუ ეს ძალიან კაია, აი როგორი მომენტების ვიღაც ძმაკაცის ბიძა რო გეუბნება რომ აი სახა ჭაპურისთვის მინდა საიტი და ამიკეთე ხოლმე ეკეთები და აი მაგისტრის ძალიან მარტივად შექმნი solutions ანუ ხა იმ როლს თამაშობ რა ჰეითერის და ვინმე ისიც თამაშობ რა ადვოკატის ისიც გააკეთეთ ხო? ესეთი საიტი არ გამიკეთებია ბოლო 7 წელი ალბათ რა. კიდე მაგას დავამატებდი რომ when was the last time you built a landing page that's like this simple. ერთ ჩვენ კლიენტთან ბოლოს მე ისეთ landing page ვნახე რომ ანუ ეს landing page იმასთან შედარებით არის აი რა ვიცი. სადღაც შეიცვალა? არა, არ შეცვლილა, არა. მოიცათ. ეს ახალია. ანუ მომრგვალებული არ იყო პირველ რიგში ისენი რა ქვია Corporate wants you to tell difference between these two landing pages. By the way, აი კოდი ეს არის რა, ანუ იმენა React-ის legit კოდია რა. და სასწავლო კოდია პირდაპირ. თქვენ უხართ Tailwind და React-ია რა, ანუ Okay, ანუ this is ანუ საკმარისი HTML-ი აქვს ნაჭამი და Tailwind-ი რომ ეს შექმნას okay. But I don't know. ანუ ბიზნეს ტიპი გამოიყენეს, მოკლედ ესეთი ვერდიქტი გამოვიყენოთ, გამოვთქვათ და ვიცი რა. Which I ძალიან ბეისიკაშებისთვის. Sorry. როგორ დაამუშავა რომ აი უკვე არსებული რაღაცა თქვა ხო შენ day to day რაღაც პროექტი გაქვს და ამაში უნდა ჩაამატო რაღაცა. ამას ვიყენებ ყოველთ ამას და ვერც both-ს და ვერც V0-ს რომ ნუ იმ რაღაც პროტოტაიპინგი შეიძლება გააკეთო. მაგრამ ალბათ ხო უფრო non-technical ტიპებისთვის და აი მაინტერესებს რომ ვინმე მოვიწვიოთ სტუმარი, ვინც არის დიზაინერი და product guy. და I have an idea. ყველას მოგვივიდა. თუ გუა. ხოდა ან შეგვიძლია ਉਸ community call-ი გავაკეთოთ Discord-ში და იქ გავაკეთოთ აი და live-ში უფრო ხანი იქნება ვიდრე ამაში ფორმატში. და რაღაცა აი მაგათ workflow რა იქნება რაღაცა იდეა მიიყვანონ პროტოტიპამდე რა. არა ტექნიკური მიდგომა. აღარ მე მგონი მაგ შეხვედრებს აჩო აღარ იქნება ის დაიკარგა აჩო მე მგონი გამოდის. ორი წელი დავასრულოთ ეს მარაზმი. არა, სხვადასხვა მოკლედ მე თქვენერად სკეპტიკული არ ვიქნები და მე რო ტექტიპი არ ვიყო, ტექტიპი ვიყო და უცხოდ მინდოდა რაღაც საკეთება, it's pretty good რა. სადღაც ახლა პროტოტიპირების საიტები რო ხო ის drag and drop-ების და იმას ბევრად ჯობია ეს. ფორმა და რაღაც ისევ გააზრო და ლინკი მომცა რა, why not? ოღონდ ანუ აჩო ან ტიპიური ის გემართება ახლა backend developer-ის ის მიდგომა. Oh, this made it რაღაცა წვანე ბატონი თავისი შექმნა რა, მაგარია მე აღარ მიწერს ამის. ის გაწერა.
ანუ მაგ ფორმის რაღაც ვალიდაციები და ისინი დაიწყებენ არ იმუშავებს. Anyway. Point is Okay. I'm skeptical. Yeah. მაგრამ вообще აი უფრო საინტერესო იქნებოდა რომ ახლა ლაივში გაგიწეს და დევინი რო არის, ხო იცი? $5,000 თქვენ ილაპარაკეთ, let me try. თუ არის free trial. ანუ აი ამასთან დაკავშირებული მას რა ისტორიას. უსვენდი მე მოიწინემეს წახსენე ან ისე თქვენ წახსენე. რაღაც პოდკასტში იყო მისული Salesforce-ის CEO რა. აი Slack-იც ხომ აგათია რაღაც. და ანუ ტიპმა ან თან არ დამეოსა ინდივიდუალად. ნუ იმენა იყო რომ sales ტიპი არის. აჩო enterprise-ებისთვისო ისეთი agent-ები მოხდეთო Salesforce-მაო რომ აჩო მომოწესო ჩვენ საერთოდ უკვე გავყავითო რომ ერთი workforce იყავსო human workforce-ი და მეორე workforce იყავსო agent workforce-ი რა და აი საათი რაღაცა ვილაპარაკა და მე მაქენ გავიგეთ რომ Slack-ს ქონია რაღაც AI feature-ები რა საერთოდ არ ვცოდი იმიტომ ჩემ კომპანიაში არ იყენებენ ანუ basically რაღაც ბათანია Slack-ის თვეში $10 ემატება per user Slack-ს like imagine that view და all it does I მაგალითად thread-ი რო გაქვს Slack-ში რა და შეიძლება და summarize-ო რა ანუ basically Slack-ის API რო აიღო და შენ თვითონ რაღაც პატარა API დაწერო რომელიც OpenAI-სთან იზამს მაგას რა რაღაც აგიჟდება ალბათ $20 თვეში და Slack-ი ჩარჯავს მაგაში თუ რაღაც 100-კაციანი კომპანია ხარ რაღაც $100 თვეში რომ რაღაც text summarization-ები გაიგეთოს რა. ანუ გავცდილდი მაგის დატესტოს, რამდენად სულ იყო და საკმაოდ ისეთი ჯენკი ის არის რა. მაგრამ ანუ sales-ის ხარეს it's like some agent workforce or some stuff. So მაგან დამაინტერესა მე საერთოდ რა იყო ეს agent-ები რა ასე წახდნენ. და თქვენ ვის idea გაქვთ ანუ რა არის agent რა ანუ პროპაგანდა ხდებათ ეს რომ მე განმარტებას ვიტყვი ადამიანურ განმარტებას ვიტყვი და მე მგონია რომ ჯორდანს გვეტყვის უფრო ტექნიკურს რა აი უძრავი ქონების აგენტი რა ადამიანურ ცხოვრებაში არის ვინ ხო რომ ურეკავდა სიტყვაზე ბინას პოულობს ხო და მე მაგალითად გეუბნება რომ მოიცა ხა მე მოგძებნი და დაგირეკავ ერთ საათში და ერთ საათში გირეკავს და სამ ბინას გთავაზობს რა და გიჯავშნის მე მათ შორის ეგ ხორი აგენტი რა მამეთ აი ეხა ეგ flow გადავიტანოთ კითხვა-პასუხის გარდა chat-თან LLM-თან ურთიერთობაში და ეგ იქნება აგენტი რა ანუ ზუსტად იგივე ტიპი რო გავაკეთოთ უძრავი ქონე real estate agent ოღონდ LLM AI real estate agent-ი იქნებოდა ეგ რომ მივწერდი მე მინდა 3 აი ეხა ბაკურიაში მივდივართ და მომიძებნე 3 ისა ერთი დღით 6 კაციანი ბინა ბაკურიაში და ამას რო ითქვა ეგრევე კი მინდა პასუხი რო ითქვა რომ მოიცა ხა მე გავარკვევ ამ AI-ს მე programmatic level-ზე დაიწყო ძებნა დაერეკა ვიღაცასთან მიეწერა მოეწერა გაეძრო 3 ბინა და ეთქვა რომ ამ 3-დან რომელი გინდა და მე მეთქვა ეს მინდა და მე ეგეც ეთქვა იმისთვის რომ ახა ეს გვინდა ვე ჩარიცხე რაღაცა და აი მაგაში რომ დამხმარებოდა ტიპი ოღონდ programmatically ეგ იქნებოდა აგენტი რა ეგ განმარტება მომწონს მე ყველაზე ძალიან ეხა I will pass mic to Dudu and Nika and they will explain more მე რასაც ვიტყოდი არის რომ ხო მე უფრო ანუ აგენტები უფრო ალბათ ხო კარგად არ მესმის პირველ რიგში არც მე ძალიან კარგად სიღრმისეულად იმიტომ რომ ეხა გარკვევის პროცესში ვარ მაგრამ ანუ ერთი რაც გავარკვია რაც დამეხმარა უბრალოდ აგენტები რა ვექტორზე არიან ეგ გამერკვია არის რომ ანუ სტანდარტულ რაღაც LLM based აპლიკაციებს რო ვაწყობთ აი 90% აპლიკაციების ეხა რასაც აგენტებს ეძახიან რეალურად რაც რეალურად არ არის აგენტები არის რაღაც ძალიან წრფივი workflow ესე დავარქვათ ხო რაღაც ანუ შემოვიდა რაღაც ასე ვთქვათ GPT-მ გაარკვია რაღაც ბაზაში წავიდეს თუ არა წაიკითხა დაუბრუნა და всё ანუ რაღაც ძალიან წრფივი ასე ვთქვათ ის არის დეტერმინისტული workflow არის რა step by step აგენტები ანუ აგენტებს აქვთ რაღაც ასე ვთქვათ ამისგან რაღაც წრფივი workflow-სგან ძალიან განსხვავებული ბუნება რომ პირველ რიგში ის რომ ისინი ესე დეტერმინისტულად არ არიან რომ მაგალითად LLM-ი
რაღაცა tools რო გამოიძახებს, მაგალითად ბაზიდან რო წაიკითხავს, ეგრევე ავტომატურად უკან კი არ აბრუნებს user-თან, მერე თვითონ აქვს ის შრე, რომ გადაწყვიტოს, აი ეს საკმარისი არის თუ არა, თუ კიდე რაღაც გავაკეთოთ და ასე შემდეგ. ანუ არა დეტერმინისტულობა შემოდის აგენტში, იმისა, რომ ჩათვალეთ, ანუ ჩვეულებრივი სტანდარტული workflow უბრალოდ loop-ში. და ამ loop-ში თვითონ LLM-ი თავისივე ამ რაღაც action-ები რაც გააკეთა, მაგითი თვითონვე წყვეტს. ეხა ეს მოდი კიდე რაღაც გავაკეთოთ და კიდე ერთხელ გავზარდოთ loop-ის counter-ი, თუ ეგრევე დავაბრუნოთ. ანუ რაღაც გადაწყვეტილების შრე შემოდის, decision making-ის შრე და on top of this მე მგონი რაღაც აგენტების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თავისებურება რაც არის, რომ რეალურ სამყაროსთან ინტერაქციას ასე ვთქვათ ახერხებენ რა, აჩვენო როგორც თქვა, ხო, რაღაც ჯავშნიან, მარტო ბაზიდან კი არ მოაქვს. რეალურ, ხო რა ადამიანებსაც გააკეთებდა, მაგასთან ინტერაქცია შეუძლია. ესე რაღაც ჩახლართულად, მაგრამ მგონია რომ აი ეს mind map-ი უფრო აგენტები რა არის და რა არ არის რა. გიორა სიტყვი შენ. თუ შენ ცხოვრობ მინდა თქვა. პროჯექტ. ოკეი, მე სიგურია ითხრა დავსვე ეგეთი setup-ს ვაკეთებდი, რომ მე ვიკითხავდი და თქვენ მე რაღაცა სეტიორის თქვით და მე ვიტყოდი, რომ აი ეს არის. Guys literally killed me. კაი, აი ეს ამოჭერით ახლიდან ვიცი. იოტას იკითხავს. არა, კიდე არის, რომ ნუ აგენტზე მუშაობას მე რას ვაპირებდი იმაზე უკეთ თქვენ მაიმან ჯამში იმას ხარ რა. მაგრამ ნუ ერთ დავამატებდი, რომ ანუ სკეპტიკურად არ ვამბობ ამას ამ შემთხვევაში. რომ თან იმეფოდ იმას თქვენ რაც ახსენეთ, ძალიან სწორია და ეგ არის რა. თან ეს agent რო გესმის რა, აი პირველ რიგში ზუსტად აჩვენოს ხო market game-ის ის რომ ცოტა mysterious chance რომ რაღაცა ისეთ mysterious არის რომ kind of რაღაცას მიწევ და prediction-ს აკეთებს და რაღაც გიბრუნებს ტექსტს ისეთ kind of black box-ია და ეს გონია თვითონ აგენტები ნუ ყოველ შემთხვევაში მე მეგონა რომ რაღაცნაირად ეს agent-იც black box-ი იყო რა. მაგრამ რეალურად it's a while true loop on top of ჩვეულებრივი LLM-ი რა. ანუ ამას სკეპტიკურად იმიტომ რომ ვამბობ რომ ასე ყველა web app-ი და ყველაფერი is some code on top of just HTTP რომელიც რაღაც text-ის exchange-ის framework-ი ეს არის რა პროტოკოლია რა. კიდევ აი ჩემთვის ეგ demystification მოხდა მაგის რომ ანუ აგენტი არის ეგ როდესაც შენ რაღაც კონტროლირებადად უშვებ LLM-ს და აძლევ მის უფლებას რომ თავისივე პასუხზე while loop-ში კიდე გააგრძელოს მუშაობა რა. ერთი კიდე საინტერესო ხო, ბოდიში. მედიაჩო. ხო, ანუ ერთი კიდე საინტერესო რაც არის, რაც ჩემ თავში თიქ იყო რა, თავიდან რაც არასდროს მეგონა იყო რომ რატომღაც ეს AI აპლიკაციები მეგონა, აი ეს LLM-ი მეგონა მოკლედ ერთადერთი თავარი core ყველაფრის პროცესის რა. და არადა აი ეს აგენტ აპლიკაციებში რასაც ჩვენ ვამბობთ რა აი თუნდაც ეხა ChatGPT-ს რო ველაპარაკებით და იქ რაღაცა web search-ს აკეთებს იქ რაღაცა არ ვიცი სიტყვა ChatGPT-ის ნაირი ტიპი რაღაც იმას შვება ხო რაღაცა შეიძლება კოდს წერდეს ან რაღაცა new tickets ჯავშნიდეს სიტყვაზე chat-დან რაღაცეები ანუ მაგის ანუ რა თქმა უნდა LLM-ი ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი არის ეს აგენტური ამბავი რომელიც application level რამეა რა ანუ ჩვეულებრივი პროგრამული პროდუქტია, ანუ პროგრამისტების დაწერილი პროდუქტია, რომელიც decision making-ისთვის იყენებს უბრალოდ LLM-ს, რომელიც არის black box-ი რა. მეტი არაფერი და ანუ უფრო ისე რომ აუხსნა არის რომ აი ჯორდანამ რას თქვა რომ მაგალითად მესეჯი შემოვიდა user-მა ესეთი query დაწერა რომ რა ვქნა ამ შაბათ კვირას ბაკურიანში. როგორ იცით არის თემატური კითხვა არის რატო გამახსენდა ახლა მოკლედ. და წავიდა ხა ეს LLM-თან და LLM-მა რა თქვა იცი უბრალოდ რომ მე მაგაზე არ ვაქვს პასუხი და წადი შენ მოძებნე შენით კოდით რაღაცეებში რა და მე ჩემით კოდით წარმოიდგინე შეიძლება რელაციური ბაზა მაქვს პროსტა და იქ მიწერია ბაკურიანის აქტივიტები მოვასელექტე ხელით იმენა კოდი დავწერე და მე ეგ მოსელექტებული ისევ LLM-ს მივეცი აჰა ბატონო წინა კითხვაზე ხო მითხარი რომ არ გქონდა პასუხი აგერ მე მოვსერჩე ხა ხელით და დავაი და აგერ ეს პასუხი და ეხა გამოუშვი დააგენერირე პასუხი პროსტა აი ეგეთი დამი და ვებული ტიპია LLM-ი რა. ანუ უბრალოდ binary decision maker-ია რაღაცეებში რა და გენერატორი და ეგეთ რაღაცებს აკეთებს მეტი არაფერი. ChatGPT-ის სტოკების ფასი დავარდა. ვინ არის თავზე ხელაღებული ქართული პროგრამისტი, ვინცაც
GPT და არა, გული ხო, გონია. არჩილ სწორ ძალიან სწორ რაღაცას ამბობ, ხო. მაგრამ აი ჩემთვის მაინც ჯერჯერობით რაც არის ყველაზე უცნაური და განსხვავებული არის mindset shift-ი არის რომ ანუ 90% მაინც ასე ვთქვათ LLM აგენტის კარგად ამუშავების არის system prompt-ების წერა. და აი რამდენი system prompt-ის წერა და რამხელა system prompt-ების წერა იცი რა აი არ ვიცი, ანუ ჩვენ ხა უკვე ცალკე მოდული გავაკეთეთ დინამიური system prompt-ების და ანუ რაღაც ინფრასტრუქტურა ავაწყეთ უკვე რომ ბევრ кейსზე ძალიან კარგად იმუშაოს და ასე შემდეგ. მაგრამ ეხლა ტექსტების წერა მიდის ჩვეულებრივად რა, ანუ ბოლო რაღაც ხო რა ახალ წლამდე ბოლო ერთი კვირა ტექსტებს წერდი უბრალოდ რა. და ანუ თან სასაცილო ის არის რომ once you have the infrastructure up and running ანუ ყველაფრის ამ system prompt-ების შეიძლება იმხელა გავლენა აქვს სისტემაზე, ანუ აი ისე კარგად მუშაობს რაღაც პატარა system prompts თუ დაამატებ use case specifics და ასე შემდეგ, რომ ანუ კლიენტები ეგრევე გიждდებიან რა, რომ რა მაგარია, ანუ ეს როგორ გააკეთეთ. მე ჩვენ ვიძახეთ რომ ამაზე 3 კვირა მუშაობდით და 20 ინჟინერი და ასე შემდეგ, მაგრამ რეალურად ისაა, რაღაც ერთი ხაზი system prompt-ი ჩავამატეთ რა. ერთი კაი მაგალითია ძალიან კიდე. LLM-ის. რეალურად შეიძლება ითქვას, რომ business logic-ის layer-ი გაგ და გარედან უშენებ მე ამ დააჩენ რაღაცებს. რაღაც business logic-ის layer-ში რაღაც ნაწილი ჩაანაცვლა LLM-მა, იმიტომ რომ ეგ აკეთებს რა, რაღაც system prompt-ის საფუძველზე ნემას რა. აი, ზუსტად. კიდე ერთი ძალიან კაი მაგალითი არის, რამდენად ჩემთვის როგორც პროგრამისტისთვის მაგის დაჯერებაც რთული იყო, რომ ვაფშე ეგ ვცადო, ეგეთი solution-ი თუ არ ვცადოთ ხო რა. მოკლედ, წარმოიდგინეთ, დინამიური data გვაქვს რა, ანუ არ ვიცი როგორი სტრუქტურა ექნება data-ს. ჩათვალე table-ი გვაქვს მარტივენაზე რო ვთქვათ პროგრამისტების, ოღონდ არ ვიცით table-ს რა ველები აქვს რა. და მე რო გითხრა რომ აი ეგეთი იმისთვის ვჭირდება უნივერსალური ფილტრაციის მექანიზმი, რომელიც მე რაღაც query-ს რო დავწერ, ოღონდ არ ვიცი როგორი table-ია. იმაზე დამიგენერირებს პასუხებს მომცემს რა. აი მომეც მაგალითად ყველაზე ძვირიანი მანქანების მაღაზია ვებაში, საფრანგეთში სიტყვას. და ანუ ეგრე შეიძლება ყველაფერზე თქვა რა. და LLM-ს ვეუბნები უბრალოდ რომ აი ეს არის user-ის query, მე ხა ის table-ი ხომ აქვს, მომენტ რაღაც table-ები მაქვს. აი ეს არის table-ი და ეხა ადექი და აი ეგეთი კომპლექსური ფილტრაციის query დაწერე. და ჩვეულებრივად წერს SQL queries, ეგრევე ვუშვებ მე execute-ით ბაზაზე და ზუსტად იმ შედეგს მივიღებ, რაც მჭირდება. ანუ ჩემთვის ეგ იყო შოკი რა, ანუ რატო უნდა შევადეს იქ რაღაც აკამტერას ოკეთებ ხო. ანუ შენ აძლევ დეკლარატიულად აღწერილ შენს რესურსებს რა. აი ზუსტად ეხა მაგის თქმა მინდოდა წერან რომ Claude-მა რო გააკეთა model context პროტოკოლი ასე დაარქვეს რა. რეალურად კარგი SDK შექმნეს, ისევე როგორც ვთქვათ რაღაც HTTP-ის framework-ის დემოდან რაღაცა fetch SDK გააკეთეს ბრაუზერში, ეგეთივე იმას შეგვიძლია აღმოვიდგინოთ, რომ ეს model context პროტოკოლი, რომელთაც შეგიძლია რომ შენს LLM-ს მარტივად შენს LLM-ს რა Claude-ს მარტივად აღუწერო შენი აპლიკაციიდან რა შესაძლებლობები აქვს დამატებით იმის გარდა, რაც ისედაც აქვს. მათ შორის აი ზუსტად ეგ შენ თქვენ მე მგონი OpenAI-ით აკეთებთ ხო და ეგ OpenAI-ით. და სავარაუდოდ function calling-ს იყენებთ, რო? Okay, ანუ ამ prompts აი ეს table-ები მაქვს, ესენი მაქვს და აი ეს function call-ი დამდგმე თუ ეს. რაღაცა ინამებით და რაღაცეებით და იდეაში ძალიან მსგავსია ეს model context protocol-ი, ოღონდ უფრო დეკლარატიული ხდება, მათ ხო რაღაც იმპერატიულად ეუბნები რომ აი ეს function-ები არის. არა, პრინციპში მანდაც ხო ეუბნები რომ ეს function-ები არსებობს და შენ როცა გინდა ამოიძახ. ხო, პრინციპში იქაც ეგრეა რომ tool-ებს აძლევ და ოღონდ ის განსხვავება იმგონი რომ ამ function calls-ო დაგიბრუნებს ან როგორც JSON-ს ხო ეგ აძლევს და მე შენ თვითონ აინტერპრეტებ და აქ ეს model context protocol-ი მათ თვითონვე იცის როგორ მე მართლა გამოიძახოს ეს tool-ები რა და თეორიულად ეს tool-ები შეიძლება ვიღაცების დაწერილიც იყოს და just მოდული დაინსტალირო ეგრევე შენ არც იცოდეს საერთოდ და რა tool-ები აქვს მომენტ მაგრამ იყოს მაგალითად აი booking.com-ის API-ის tool-ის მოდული მოსაც დაიმპორტებ და ეს როგორც დაიმპორტებ ამას შენ აპლიკაციაში
შენი აპლიკაცია როგორც კი System Prompts გაუგზავნის Cloud-თან გააყოლებს, რომ აი ეს თულები მაქვს. და თულების სიაში იქნება რაღაც Booking.com-ის მოდული, რაღაც არ ვიცი Stripe-ის, რაღაცებს, Shopify-ის და ეგრევე მარტივად დეკლარატიულად იცის და აი მე თუ agent-ს აწყობ უკვე რა და ამ ლუპში გაშვებული რა მათ შორის თულები შეიძლება იყოს ან რაღაც ლუპში გაშვებული ხო არ გინდა რომ სამუდამოდ ჩაიციკლოს და რაღაც თული შეიძლება იყოს რაღაც სტატუს ჩეკი რომელიც წვეთ იმას ხო ზუსტად და იდეაში ისიც ხო ახალი API არის ანუ ეს ყველაფერი შეიძლება როგორც კი OpenAI-ის API გამოვიდა მაშინ რომ გაეკეთებინა ოღონდ ანუ იგივე განსხვავებაა და ამიტომ შეიძლება ცოტა ის სკეპტიკურად შეხედო რომ მე რა ყველაფერი მაინც დადის ეზრებამდე მაგრამ ო საბოლოო ჯამში მასე კურლით შეგიძლია ტერმინალში ყველაფერი API გამოვიდენო მაგრამ assembly ემაქსზე რომ ვიმში მან კიდე ერთი ხარ შენ გიორას თქვი მე სხვა არ ვიცი ეგ კლოდის აპდეიტი და აუცილებლად ნახო მაგრამ აი ხა მაგალითად OpenAI-ის თვითონ API რა არის ძალიან ისეთი შიშველი ანუ ძალიან basic ტიპია რა call-ი წინ უკან tools გიბრუნა ანუ მოკლედ request response-ია იდეაში მარტო რა და აი მაგალითად ხა ეგეთი რაღაცეები რომ ვაკეთოთ აქეთ თქო OpenAI-ისთან არის ეგეთი ეკოსისტემა LangChain-ი ქვია და LangChain-ის კიდე ზევიდან framework-ია იდეაში LangGraph-ი და აი ხა მან შედაც მოყევი იგივე კონტია მანდაც რა ან თვითონ იძახებს მე თულებს ანუ ერთი თულიდან მეორეზე თვითონ ხტება პასუხი რაღაცა და ეგ თუ თვითონ clouds მაგალითად თავის SDK-ში აქვს გაწენილი ეგ pretty cool thing რა I would say იმიტომ რომ ხო ანუ როგორ რაღაც გააკეთეს ან თვითონ cloud-ის SDK-ში არ არის მაგრამ kinda რაღაც სტანდარტიზებული ეს პროტოკოლი თუ გააკეთეს რომ ხალხმა დაიწყოს აი ეს ნუ იდეაში ალბათ სავარაუდოდ მაგ LangChain-ს და მეორე საერთო ეგეთ ხუში სხვა შორის LangGraph-ში ვიღაცამ ჩააგდო Discord-ში და ნახულობდი მომეწონა რა და დააჯოინ Discord-ი გაგვიყვანს ხო description-ში იქნება და შემოდი Discord-ში ხო და ანუ სავარაუდოდ მაქეანა იღეს ინსპირაცია საერთოდ კოდმა და უბრალოდ ანუ თვითონვე გააკეთეს რაღაც სტანდარტიზებული რომ ვიღაცებმა ხა თან Node-ზე არის ეს LangGraph-ი ხო იმაზე არის Python-ზე სავარაუდოდ კი Python-ზე არის და ნუ JS-ის ისინიც აქვთ JS-ის source-ებიც აქვთ Go for Python ანუ დაიკიდეთ JavaScript-ი ხო ანუ ჩვენი ძალიან ისა კინვეული ტოპიკი არის ახლა რა რომ ჩვენ JavaScript-ის ტიპები ვართ ყველა იდეაში რა აი ჩვენ ერთად პროექტზე და LangChain-ი JavaScript-ით გამოვიყენეთ მე გვინდა და LangGraph-ზე გადასვლა მაგაზე ერთ პატარა ჩართოს მე გავაკეთებ რა მედი кейსი იყო და აჩო მეკითხება რომ რაღაცას ვერ ვაკეთებო რა და შეგიძლია მოდი კოდი ნახევ და მივდივარ აჩომ თავისი კურსორი გახსნა და ხედავ რომ ეს LangChain-თან კომუნიკაცია და მთელი ეს ასინქრონული ფუნქცია უწერია გენერატორ ფუნქციებით და ილდებით. ანუ პირველად ვნახე production-ში ვინმეს რო გაეშოს თავისი დაწერილი ილდები და გენერატორ ასინქ ფუნქციები. მან რეკურსია იყო, მაგრამ მე while-ში გადავაკეთე. რეკურსიაც იყო, რეკურსიაც. აი ვინც საერთოდ არიცით რა არის ანუ ეს star ფუნქციები და ილდები JavaScript-ზე ვაპარაკობ თან ახლა. მან დაგვიწერეთ კომენტარებში რომ აი ეს არიცოდეთ და როგორ არაფერი არ ეკარგო ცხოვრებაში რა. და გეტყვით რომ არც არასოდეს არ უნდა იცოდეთ ზუსტად. გარდა ის აჩოსთან არ ვხვალ სამუშაოდ ერთი кейსი არ შეიძლება დაგჭირდეს. აი ზოგადად გირჩევთ რომ აი ზედაპირულად просто ანუ კოდი დებაგი ამ ილდებით და async გენერატორებით ერთად production-ში მგონი სადაც შემხედრია ეგეთი კოდი რაღაც დიდ პროექტში იყო Redux Saga-ს ქონდა თუ სწორად მახსოვს ეგეთი never again და ამიტომ არა ელია უთი კონტო დაამატეს აჩო გავუშვით რეაბილიტაციის საკითხი ამის შემდეგ არა ისე მაინტერესებს ანუ საიდან აღმოაჩინე რომ like there was a way to do it ხო და ეხა ნახე გეტყვით რა იმიტომ რომ ეს დამესიზვრა არა იმიტომ რომ თვითონ LLM-ის
ბიბლიოთეკი LangChain-ის სიტუაცია და ასე შემდეგ. LangGraph კიდევ ვაფშე. ანუ თავიდან მაგალითად მოკლედ რა ცოტა კომპლექსური ტიპია რა. სტანდარტული პროგრამირებიდან გადმოდიხარ და ამ ელემენტთან ამ აგენტის რაღაც იმას აქეთ-იქით აწყობ, ანუ გამართული ტიპია რა, ესე ვერ ხვდები. და მით უმეტეს ცოტა არის რესურსები JavaScript-ზე. და ეხლა როგორ აკეთებ ამას? ხო რაღაც ტუტორიალს ნახავ, რესურს ნახავ, იქიდან გადმოიღებ, ხო? ან AI-ს დააგენერირებ, ვინებ, მაგრამ ამ LangChain-ზე მაგალითად AI-ს ძალიან სუსტია რა. ეგრევე კარგად ვერ გიგენერირებს, იმიტომ რომ რა ვიცი, ცოტა იმასაც არ ესმის რა. რთული ტიპია კაროჩე რა. ხო და სადღაც ალბათ ტუტორიალში ვნახე yield-ით და ამუშავდა რა და ვშაო რა ეხლა ვთქვი მუშაობს რა. ვაფშე არ ვიცოდი yield-ი რა იყო. ანუ აქ JavaScript-ში. product first mindset. კომენტარს დავწერდი ხა რომ არაფერი არ დამიკარგო ცხოვრებაში. არ ვიცოდი რა. დუდუს იდეა, ანუ ტიპა ოღონდ არ აღიაროს კურსორმა დაუწერა ყველა ვერზია წავწლე. ანუ ყველაფერი შეგიძლია რომ ანუ არ იცოდე დეტალები. შემდეგი ეპიზოდისთვის აჩვენ დაგვილინკოს ის ტუტორიალი. სადაც იამბებიეთ. შეგიძლია რომ უბრალოდ Stack Overflow-დან აკოპიო კოდი, არ იცოდე საერთოდ როგორ მუშაობს და $1,000,000 კონდეს შემოსავალი. აი აჩოს მაგას. $1,000,000 არ მაქვს შემოსავალი. ეგ არის მომწ. წეგან მაგაზე იმაშვებოდი, რა ქვია, კი სანამ გადაუხვევდით თემას, რა რო JavaScript ხო რა, ანუ ეს ისა რა ქვია. აქ პინი დავსვათ, რომ ანუ და პინს დავარქვათ იმაზე timeline-ზე ვიდეოს, რომ არასდროს არ აირჩიოთ JavaScript-ი ან TypeScript-ი AI აგენტების საწერად რა, აუცილებლად Python-ზე წადით, იმიტომ რომ ჩვენ LangChain-ს ვიყენებთ ახლა, დიახ, ანუ timeline-ი ესე იყო, თავიდან LangGraph-ი დაწყება გვინდოდა, LangGraph-ი ჩათვალეთ უბრალოდ ისა დეკლარატიული ხო, ანუ დეკლარატიულად წერ უბრალოდ რა გინდა რომ მოხდეს და რა არის შემდეგ პოტენციურად და არა ზუსტად რამრას გაუგზავნოს ასე შემდეგ. რა გინდა რომ მოხდეს საერთოდ და როგორ ხდება ეგ? ძალიან რთული იყო მაგის გაგება რა. ხო, რა მაგრამ LangGraph-ის გამოყენება გადავწყვიტეთ LangGraph-ში JS-ის ბიბლიოთეკა კატასტროფული იყო, ანუ ძალიან ბევრი ფუნქცია არ ქონდათ, რაც Python-ზე იყო და ასე შემდეგ. მე გადმოვიდით LangChain-ზე. LangChain-ით ახლა ხელით გვაქვს აწყობილი აი ეს აგენტური flow, რაზეც ეგან გიოსაუბრობდა და ძალიან სასაცილო არის, ხო ვიცი, ან რაღაცებს კითხულობ და მე ერთ დღეს შენივე კოდში აღმოაჩინე, რომ თურმე აი literally while true giწერია და რაღაც მექანიზმები, რომელიც სხვადასხვა რაღაც outer source-ებს იყენებენ და მე ისევ LLM-ი ღებს გადაწყვეტილებას რა გააკეთოს რა და ეგ ძალიან fun process იყო და იხა ანუ რაღაც მეოთხე თვეა ხო ამას ვწერთ რა და ეხა 4 თვის თავზე ვიწყებთ Python-ზე გადაწერას, იმიტომ რომ ანუ LangGraph-ი მართლა ძალიან ბუნებრივი აგენტის ასაწყობად მე მგონი რაღაც de facto სტანდარტია უკვე რა, ანუ ძალიან ბევრი source-ი არის რატომ და გამოიყენო და სწორად როგორ უნდა გამოიყენო LangGraph-ი და ანუ უბრალოდ ალტერნატივა აღარ გვაქვს და ანუ ხო ხტებით ეხა მიგრაციათან ძალიან ესეთი მარტივი პროცესი არ არის რა. უნდა დაგეგმო კარგად თან ბიზნესის value რო არ გაჩერდეს რაღაც საკმაო workload-ი არის საჭირო და გვიწევს ხა Python-ზე მიგრაცია რა და რაღაც იანვრის და თებერვლის პირველ ნახევრისას თქო გეგმა ეგ არის რა და ხო ანუ გაითვალისწინეთ რამეს თუ წერთ Python-ზე დაწერთ აუცილებლად. მე დავამატებდი რომ ანუ მარტო ეს JavaScript-ი ზოგადად JavaScript-ი issue არ არის, ეს უფრო ჩვენი მიღებული გადაწყვეტილების issue-ა, იმიტომ რომ აი პროექტი ეგეთია რომ Nest-ის კონტროლერების, სერვისების, ოპერატორებში წერია ფიფქიანი ფუნქციები yield-ებით, ანუ You guys use Nest? ხო, ხა გიორ გადის. არა, ანუ ახჩი მაგარ შარში ხარ გიოცეჩ. მანდან უკვე თუ რატო არ დაგეთანხმები, ანუ სტანდარტულად ნებისმიერ დეველოპმენტშიც ხო ეგ არის რა, ანუ კონსტრეინტები უნდა გაითვალისწინო. უბრალოდ რა ტექნოლოგია და რაღაც გადაწყვეტილება კარგი არის, ესე აბსოლუტურად არ არსებობს. ანუ კონსტრეინტების გათვალისწინებით როგორი გადაწყვეტილება არის და იმ კონკრეტულ მომენტში ჩვენი კონსტრეინტები იყო, რომ რაც შეიძლება რაღაც ორ კვირაში უნდა მოგვესწროთ რაღაც 20 დღეში, ხო რაღაც მარაზმულ დროში უნდა დაგვედო პროდუქტი და იმის უფლება არ გქონდა, რომ რაღაც ახლები დაგვეტესტა რა და რაც ვიცოდით we went just went for it რა და მე მგონი მაგ დროში კარგი გადაწყვეტილება იყო რა. კი, არა, მაგ კარგი გადაწყვეტილება იყო, მაგრამ მე იმას ვამბობ, რომ long term-ში, რომ სხვა რაღაცები გაგცაჭირო,
გარკვეული ნაწილი თვითონ JavaScript-ის ეკოსისტემაში გამოყენებულმა ტექნოლოგიებად იქონია და არა მარტო რადგან JavaScript და არა Python რა. კი ბატონო, თუ რაღაც არასდროს გადაწყვეტილებებს გააკეთებ, Python-ში შეიძლება ძალიან ჩვეულებრივად აიბლანდო და იქაც დაგჭირდეს ძალიან დიდი refactor. კი, გეთახმები. ეხლა fun fact რა, სვენელებს რომ ან დღეს დილით წერ ჩატში, ჩვენ ჩატში რომ მეთქი, ანუ აი ესე ტოპიკი მაქვს, რომ ერთი ორი სტატია წავიკითხე agent-ებზე თქო და მალევე ვისაუბრეთ თქო, თქვენც რამე ჩაამატეთ თქო რა და ანუ აღვნიშნა რომ ბროები იმენა ანუ AI agent expert senior AI agent developer-ები არის და ეხლა რამ დამაინტერესა იცი ანუ თქვენ საკმაოდ დიდი გამოცდილება ქაინდა უკვე ამ agent-ების ჩანაში. ნუ იმიტომ რომ საკონტროლო არის და ეხლა რას წყვებით უკვე საკმაოდ საინტერესოა და ერთი რაღაც community call-ი ან meetup-ის ის ხოლმე ვაკეთოთ თქო ხალხზე მოვძებნოთ იდე თბილისში ვინ არიან ვინც მაგ რაღაცებზე მუშაობენ. იმიტომ რომ ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის და კაი პოინტერი მიიღო და რაღაც იდეები მაქვს რომ რაში გავტესტო agent-ები რომ გავიგო კარგად რა. კი, ძალიან კარგი იდეა გიო. ჩვენ ერთი უკვე გვყავს, ალბათ ყველას გაგმოგვივიდა ხო თავში რა, ანუ რაფაელი კალანდაძე AI Lab-ის CTO, ჩვენი უახლოესი მეგობარი და ხორავია. ფაქტობრივად შეგვიძლია ვთქვათ, რომ რაფაელი არის ჩვენი მენტორი რა, ანუ ხო ყველაფერს ასე ვთქვათ პირველად იწყო რაფაელია. და ხო მე მგონი ძალიან კარგი იდეაა რა, იმიტომ რომ ანუ იმდენად ვრცელია ეს ტოპიკი და ყოველდღე აი ლითერალი ყოველდღე იმდენი რაღაცა იმატება. ანუ პირველად ვართ მე მგონი ჩვენც რა, მაზეგის გუნდი და ვაფშე ყველა რომ რაღაცას ვსწავლობთ და მეორე დღეს კიდე ახალი რაღაცა გამოვიდა რა და ანუ იმენა ფრონტზე ხარ და ძალიან საინტერესოა. კი, აი ხა მაგალითად ეს tool-call-ებს რო ახსენებთ რა. შარშან ზაფხულში ამუშავებულია კარგად tool-call-ები GPT-4 latest version-ში თორე GPT-3.5-ით რო tool-call-ებს წესდა, აი როგორ იძახებს tool-call-ებს იცი, აი ფეგურთელები რო პენალს მარსზე ურტყავენ ეგრე რა, ჭა, ჭუ, ბრუ, ბრა, ხან რო იძახებს, ხან არ იძახებს. ხო შეიძლება კიდე ერთი ხალხი არის, ჩვენი კურსელები არიან ესე ზუსტად არ ვიცი რა ქვია მაგათი teams და რაღაც, მაგრამ open source პროექტი დაწერეს LangChain-ის რაღაც extension-ი. კრიპტოსთან რა. და მე LangChain-მა გააშიარა LinkedIn-ზე ეგენი. რომ ანუ ესეთი კაი პროექტი დაიწერა LangChain-ზეო და ვაფშე მაგათი ისიც შეიძლება დაკონტაქტება მაგ კონტექსტში რა. მგონია რომ ეგეთ ხარ რო დაწერ, ხო რა, ანუ რაღაც გესმის ანუ pretty cool. Kudos to you guys, თუ გისმენთ. კაი და ერთი წუთი AI agent-ზე მომუშავე ხალხის მარშში და იმდენი ვართ რომ ჩუქავს exactly. მეგობრებო, ჩემი აზრით, ანუ ყველაზე მნიშვნელოვანი agent-ები უნდა გაუშვათ ეგა. ესეთი agent-ები. Protester agent-ები. ეს ხონერი agent-ები ვართ. მეგობრებო, ყველაზე მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, რა პოინტი დაგვავიწყდა, რაც ახალი წლის მერე მოხდა. ჩვენი საუნდტრეკი, მეგობრებო. ადამიანი, ვინ დაწერა? ანუ როგორ მიტოვებთ ამით, რატო არ დავიწყეთ საერთოდ? აჩო აქ ჩასვი. აი რაღაცნაირად არ დაგვა იმას ქვიქთან რა ქვია. არ დაგვა დისკვალიფიკაცირო რა ქვია მაგ სიტყვას რა ფუ რა ქვია. ვინ ანუ ვინ დაგიჩიოს? Copyright. არ დაგვა სტრაიკოს YouTube-მა რა. რა ვისე კუთვნეს. Metro Golden Mayer-ის ის ყოფილა. ბიჭო, ისე კუთვნის და კრისტინა აგილერა ვღერის თორმე რა და აი მაგასთან ცოტა პრობლემები. ახსენეთ ისე ანუ ჩვენმა სინტაქსიერმა, ჩვენმა Discord-ის ერთ გულმა იგარმა და ძმამ და მოხდა რაღაც დააგენერირა ჯერ ალბათ ტექსტი Claude-ში და მე თვითონ ტრეკი რა, მუსიკა პოდკასტისთვის და რა ქვია რეკომენდაციას? Suno ხო თუ sumo? Suno. Suno.ai. ანუ რაღაც ტექსტსადრე და ის ანუ ხო რა სინთეზატორით voice ქმნის და რაღაც ასე ვთქვათ მელოდიას უსაბავებს და ძალიან ანუ მე ერთი პერიოდი შევამჩნიე ეგ რო დაწერეს ჩვენ Discord community-ში რაღაცას რო წერდი კოდს მაგას უსმენდი ახოთ მართლა და I was locked in ახოთ even I was locked in რომელ channel-ში იყო ეხა ვეძებ ვერპოულობ კრისტინა აგილერები რო გვაქვს ჩენელი თალკე აჩქარები რო გვაქვს აჩო ყველაფერი არ არის აუცილებელი live-ში არა შენ ანუ იმას რო აკეთებ live-ში ანუ ეგ თუ დაამთავრე აწეღა რო გითხარი მოიცადე თუ რა რაღაც რო ჩალიჩევდა თქვენ განახებთო სპეონი პასიანი აღმოჩნდა და ვერ გავაკეთეთ. დევინს ნახავდი, მე მგონა იმ დემოს დახვეწა გინდოდა. არა, იმის არა. დევინზე აღარ შევედი.
Anyways, links ჩავუთავთ. ეგ ლინკში ჩავაგდოთ და ჩემი ვარაუდი არის რომ თავშიც მივაწებოთ რა. All in podcast-ს ხარ უნდა კონდეს მარტო ასე თქვა ისე დასაწყისი მუსიკა რა. მივაწებთ. ყველაფერსა. კი. რაც მივაწებთ. კაი, ეგა ხო მე მგონი მეგობრებო. კი. რაღაცები დაგუწერეს თოპიკები, მაგრამ ეხა ახალი წლები რო იყო, აგარი მოუმზადებლები მოვედით kinda რა. კი, მაგრამ ხო, შემდეგი ეპიზოდისთვის გადავხედოთ და აქედანაც ავარჩიოთ საინტერესო ტოპიკები. Community call-იც გავაკეთოთ კიდე ერთი კაი იყო. Community call-იც მანამდე კი არ ყოფილა, მაგრამ კი. Discord community call ძალიან კაი იყო. ლანჩენს გათიში ეჭდავებოდა ამ დროს. აჩო, გესმის ჩვენი ხმა? აჩო გათიში.